საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში გაეროს ასამბლეის სესიის პარალელურად შეხვედრები გამართა ევროპელ ლიდერებთან და ევროკავშირის პრეზიდენტთან. სააკაშვილმა ევროკავშირის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად ქვეყნის მოქალაქეებს უახლოეს მომავალში ევროპაში უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ. სააკაშვილმა პირისპირ გამართა შეხვედრები პოლონეთის პრეზიდენტთან და დომინიკის რესპუბლიკის პირველ პირთან. საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობა, რეგიონალური უსაფრთხოება და ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ფედერაცია ძალიან აქტიურად და ძალიან ცუდად აპატურებს ხელს, რომ მიაღწიოს აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას. სპეციალურად ამ მანდატით არის ჩამოსული აქ ლავროვი და დარბის ისტორიულად აკეთიკით, რომ კიდე რომელიმე კუნძული ანამ ესეთ სახელმწიფო დაითანხმოს, მოისყიდოს. ჩვენი მტრის გეგმებია საქართველოს იზოლაცია დაბრუნდეს, ჩვენ დავბრუნდეთ წარსულში, ჩვენ დავბრუნდეთ კრიმინალში, ჩვენ დავბრუნდეთ ორგანიზებულ დანაშაულს, ჩვენ დავბრუნდეთ რუსეთის ორბიტაზე, ჩვენ მოვშორდეთ ევროპასა, ჩვენ მოგვესწროს ნატოს პერსპექტივა. ყველა ჩვენი პარტნიორისთვის, ვინც აქ საქმეებით, ხა დღესავით ნათელია. რომ საქართველოს კურსი თუ შეიცვალა, ან ამ კურსს პრობლემები შეექმნა, ეს ყველაფერი გაეტანება ქარს.